გაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ გავალაღმერთად ჩემო ძვირფასებ. ჩემს მიმართ ისმის ხოლმე პერიოდულად სხვადასხვა შეკითხვები, ამიტომ ამ შეკითხვები შევაგროვე და მინდა საჯაროდ უპასუხო. პირველი, რა სიტყვით წულუკიანის კომისიის შესახებ? როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო კომისია ის მუშაობა მიმდინარეობს, ეგრეთ წოდებული ლოზუნგით ჩვენ ვამთავრებთ ნაცებს. და ის ადამიანები, რომლებიც დააკავეს მეგობრებო, გირავ არ გადაიხადეს და იმიტომ დააკავეს. სინამდვილეში მეგობრებო, ეს არის ჩვეულებრივი საჩვენებელი შოუ. ეს შოუ გაგრძელდება შემოდგომამდე. რატო შემოდგომამდე? იმიტომ რომ შემოდგომას არჩევნებია. არჩევნების შემდგომ მეგობრებო, აღარავის აღარ ემახსოვრება არ ჩვენი კომისია, არ ჩვენი ნაცები, ყველაფერი 3 წელიწადი არჩევნები არ იქნებიან. და უცდება გააკეთებს ყველაფერს, როგორც იტყვიათ ჟარგონით, ბესპრიდელი იქნება ქვეყანაში. შეეცდება ყოველ შემთხვევაში დიქტატურის დამყარებას და მთავარი არის რომ ნაცებს კი არ დაამთავრებენ, მთავარია ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოში საბოლოოდ მოკლან თუ რამე ეროვნული არის დარჩენილი. ხოლო რაც შეეხება ფულის კეთება უკვე ზღვარს გადაცილდება. ახლა არ ერიდება ხელისუფლება ქართული მიწების გაყიდვას და ფულის კეთებას და შემდგომ რაღა იქნება, როდესაც ის 3 წელიწადი არჩევნები არ იქნება. ასე რომ ეს კომისია არის მხოლოდ საჩვენებელი შოუ, როგორც ადრე რომაელებს ჰქონდათ ხალხს აჩვენენ პური და სანახაობა, მიეცი აჭამენ პური და აჩვენენ სანახაობა. პურის რა მოგახსოვდა მეგობრებო, მაგრამ სანახაობა კარგია. 13 წლის შემდგომ ნარკვევენ და თურმე დედა უი რა მომხდარა ეს 13 წელიწადი. გავიდა რაც ხელისუფლებაში არის ოცნება. და თაროზე ქონდათ შემოდებული სხვადასხვა საქმეები, ვისაც გახსოვთ ალბათ გენერალური პროკურორის მოადგილე იყო ნაცვლიშვილი, რომელსაც ასეთი განცხადება გააკეთა და სხვათა შორის ამ განცხადების მერე მე აღარ მახსოვს რომ ეს გამოჩენილი იყოს ეთერში, რომ უამრავი საქმეები გვაქვს ნაცების წინააღმდეგ, ამა თუ პიროვნებების წინააღმდეგ პარლამენტში ზიანო და ციხეში უნდა იჯნებო. მერთმა დალუცვილი გამყავოთ მეგობრებო, ჩემი აზრი ეს არის შოუ, სანახაობა, რადგან შეგიყოლიოთ ამ ხელისუფლებამ და შეინარჩუნოთ ძალაუფლება და ქართული მიწების გაყიდვით იშენონ კიდე რაც შეიძლება მეტი ფული. მეორე შეკითხვა, ოცნებამ ომი აიცილა აღიარებ თუ არა ამასო? ეს ახლა ოცნების ხარდამჭერებიდან მოდის ძირითადად ეს შეკითხვა. ოცნების მმართველობის დროს საფრთხე ჰქონდა ქვეყანას ნამდვილად რომ ომში ჩართულიყო ქვეყანა. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ კი სააკაშვილი და მისი მომხრეები ხელისუფლებაში დაბრუნდებოდნენ. სწორედ ამ მიზნით არის შემოგზავნილი სააკაშვილი 21 წლის შემოდგომაზე და შემდგომ რა იყვანეს, ხო? მაგრამ ეს კი ბატონო ვადასტურებ რომ ოცნების ხელისუფლებამ ომი არ დაიწყო. მაგრამ ჩემი ვარაუდით და ღრმარწმენით არ დაიწყო, იმიტომ კი არა რომ საქართველოს შეეცოდათ. იმიტომ რომ ერთი ორეშნიკი ან ერთი რაკეტა მოხდებოდა შუშის სასახლეს, თაწმინდაზე არ მგონი ხო შუშის სასახლე, სადაც ბიზინა ევენეშვილი ცხოვრობს, ხო? და დამთავრდებოდა ყველაფერი. არანაირი ომი დიდხანს კავკასიაში არ გაგრძელდებოდა საქართველოში. ამიტომ ამ რისკზე ვერ წავიდნენ და მხოლოდ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ოცნების ხელისუფლება ომში არ ჩაერთო. თუმცა ყველა შემთხვევაში ასე იყო მიზეზი თუ ისე იყო მიზეზი, ეს არის ძალიან კარგი, რომ საქართველო არ არის დღეს ომში ჩართული და საქართველოს ქალაქები არ არის დანგრეული, ახალგაზრდები ამოწყვეტილი. ეს არის ძალიან კარგი, რა თქმა უნდა. თქვენ ხშირად ამბობთ, მესამე შეკითხვას უპასუხებ, თქვენ ხშირად ამბობთ, რომ ოცნება ყიდის ქვეყანას. კი ბატონო ვადასტურებ, რატომ არ უგახართ ახალგაზრდებს გვერდით? ანუ ეს ახლა იმ ადამიანებიდან მოდის და არ არის ეს 1-2 ადამიანი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოცნება ცუდია და ვეთანხმები, რომ ოცნების ხელისუფლება ცუდია და ტელევიზორში უყურებენ რა და კუჩაში რომ აქციებს აწყობენ ამ ახალგაზრდებს გულისხმობით. რა თქმა უნდა ასე არის. მე ვერ ვიტყვი რომ ახალგაზრდებს გვერდით არ უდგავარ, რადგან როდესაც ვამბობ რომ ქუჩაში მორბენელი ხალხი ჯამთელი არ არის, ეს არის სწორედ გვერდით დადგომა ამ ადამიანების მიმართ. რომ ქუჩაში მორბენელი ხალხი, ეს ხალხი ჭირდება ხელისუფლებას, ეს მასა, ეს ჯგუფი რო ყავდეს და რომლებმაც უნდა ირვინონ ქუჩაში და რაღაც
აი წარმოუდგენელი ქმედებები განახორციელონ, რომელი ქმედებების შედეგად უწდება კარგად ამარგინალებს შემდგომ მათ. და ეს აწყობს ხელისუფლებას ამ ხალხის ქუჩაში სირბილი. თუ ამიტომ როდესაც ამას ვამბობ, ეს არის სწორედ მათი მხარდაჭერა. ასევე როდესაც ვამბობ, რომ მაგალითად გურწმელი მხარდამჭერებიც ყავს ამ აქციებს, რა თქმა უნდა, რაზეა საუბარი, გურწმელი მხარდამჭერები. მაგრამ მithქვავს და კიდევ ვიმეორებ, ახლა ყველა პროდასორელი არ არის მამათმავალი. მაგრამ ყველა მამათმავალი და ყველა პედარასტი, ვინც არის საქართველოში, პროდასავლელია. ანუ ვინც ქუჩა, ანუ დანარჩენებს, ვინც ღირსეული ხალხი ხართ. ამ სასწაულთან ერთად, ანუ ამ ლგბტ-თან ერთად თანამებრძოლობა ან გეუხერხულებათ, ან თქვათ როგორ ახერხებთ, ან კითხვები არ გიჩნდებათ და ასე შემდგომ, ამიტომ როდესაც ამ სიტყვებს ვამბობ მე, ხომ, რა თქმა უნდა, ეს არის დახმარება, რომ დაფიქრდეთ და თუ თქვენ გიდათ ოცნების დამარცხება, ოცნება დამარცხდეს, მაგ გზით არ მარცხდება ოცნება. არ მარცხდება. იმიტომ თქვენ აი სად მიდიხართ ევროპაში ხალხი ოცნებას ვერ დაამარცხებთ, იმიტომ რომ თქვენ ისეთი პლატფორმით ებრძვით მათ, გარდაუვალი კრახი გელოდებათ, მაგრამ თქვენ რო კრახი გელოდებათ, ის კი არა ჩემთვის პრობლემა. რა თქმა უნდა, როგორც ადამიანები რომ განიცდით ამ მარცხს და თქვათ ვიღაცებით ცუდად ხართ და გურწმელად ხართ ბევრი, გიდასტურეთ, რომ გურწმელად გიჯერათ, რასაც აკეთებთ, რასაც სწორი. მაგრამ თქვენი კრახი იმდენად კი არ მადარდებს, რამდენად ქვეყანა არის მერე უკვე გაუბედურებული. თქვენ რო ვერ ამარცხებთ ოცნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ოცნება უფრო წარმატებით გაყიდის ქართული მიწებს აზიელებზე, არაბებზე კერძოდ. გააგრძელებს ქართული მიწების გაყიდვას და ბოლოს მოხდება ქართველების გენოციდი, გაქრობა და სახელმწიფო საქართველოს რუკიდან გაქრობა. ეს იქნება ბოლო და თქვენ ხელს უშლით იმ ძალებს, რომელი ძალებსაც შეუძლიათ ოცნების დამარცხება. ამიტომ ამით გეხმარებით, როდესაც გეუბნებით იმ სიმართლეს, რასაც ფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ არის სიმართლე. შემდეგი შეკითხვა, თქვენ ამბობთ, რომ მდგომარეობა იმაზე მძიმედა, ვიდრე წარმოგვიდგენია, რატომ ამბობთ ამას, ანუ რა არის საფუძველი? ჩემო ძვირფასება, ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ხავს ხელისუფლებაში ხალხთა ჯგუფი, ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც საქართველოს უბედურებით ითმობენ ხელს. ქართული მიწებს ყიდიან და ფულს აკეთებენ. და თან ამას აპრევებენ ინვესტიციები და ასე შემდგომ და დაფინანსებული ყავთ საკუთარი პროპაგანდისტები, ტელევიზიები იქნება ეს თუ სოციალური ქსელების ეგრეთ წოდებული ბლოგერები თუ რაღაც თავისი, რომლებიც ასე მიმართულად არა მარტო ესენი ყავთ ადმინისტრაციული რესურსი, რომლებიც პოსტებს დებენ შესაბამის პოსტებს დებენ, რომ უნდა აქ ქონდა ადიდონ ბიზნესა და აქ ქონდა ადიდონ ოცნება, ანუ პრემიერი, ანუ ვიღაცა სხვა ოცნების ლიდერი, ბიზნესმენი, ადგილობრივი ფეოდალი, ან რაღაც დანიშნული ფეოდალი. რაღაც ასეთი ხალხი ბევრი ყავს ოცნებას, ამიტომ მდგომარეობა მდგომარეობას ის კი არ ამძიმებს, რომ ხელისუფლება ყავს ქვეყნის გამყიდველი. მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი გულგრილადაა ქვეყნის უბედურებაზე. ხვალინა რომ კითხო დღეს ახლა გასულ ქუჩაში გახვიდე და აი ოცნების მომხრე ხალხს რომ კითხო, ამდენი არაბი და პაკისტანელი და ინდოელი და ჩინელი და სხვები კიდე ავღანელი და რა ვიცი სხვები რო შემოდის საქართველოს უბედურება ხოლმე ყველა დაგიდასტურებს კიო. საფრთხე არის. ანუ ყველა მისის რომ ეს საფრთხე არის და თან რეალური. მაგრამ რას აკეთებს? ამ საფრთხის შემქმნელს უდგას გვერდით, აძლევს ხმას, იმიტომ რომ ელოდება გარკვეულ ფინანსურ დაინტერესებას. ან არის დაფეთებული პროპაგანდის შედეგად, რომ მოვა ნაცი და შეჭამს. და გადაყლაპავს და გუდიანი კაცია ნაცი და მოვა და შეჭამს. მაგრამ უფრო მეტად ელოდება ფინანსურ დაინტერესებას. და როდესაც ამას აკეთებს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, ეს არის უბედურება, თორემ ის კი არა, რომ ხელისუფლება პროდუქტი არის საზოგადოების. საზოგადოებაში არსებული ესეთი დამოკიდებულება სამშობლოსადმი, ეს არის უბედურება, ამის გამოსწორება არ ვიცი. აი მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ
ოცნების მხარდამჭერები მე ყველაზე არ ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ვინც ხვდება ყველაფერზე, მაინც ხმასაძლებს და იღუპება ქვეყანა, მაგრამ მაინც იქ დგას, არ ვიცი, ამათ რა გამოასწორებს, ისინი, ეგრეთ წოდებული პროდასავლელები უფრო შეიძლება გამოსწორდნენ, რადგან ვიღაცებს მართლა გულით ჯერავს, რომ იბრძვიან უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ვიდრე ეს ადამიანები, რომლებიც ფულის ფინანსურ დაინტერესების გამო ქვეყნის გამყიდველის და ქართული მიწის გამყიდველ პოლიტიკურ ძალას უდგას გვერდით. ამათი გამოსწორება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ისინი ვინც ესენი არიან ფარისევლები და ეს ფლანგი არის ფარისეველთა ერთი არმია. ვითომ რომ ტყივად ქვეყანა და ასე დაიძახებენ და მე ისევ იქ დადგებიან ქვეყნის გამყიდველთ. ხოლო ის ფლანგი არის, რა ვიცი, უცხოურ გრანტებზე გაყიდული არის ხელმძღვანელობა იმ ფლანგის წარმმართველი ძალა. უცხოურ გრანტებზე იყიდებიან, რათა ქვეყანა გაყიდონ მერე. ჩაითვლონ ან რაღაც უბედურებაში, ომში ან სხვა უბედურებაში და გარყვნან ქვეყანა. და ბოლო კითხვა, თქვენი აზრით რა არის გამოსავალი? თეორიულად ვიტყვი, რაც არის გამოსავალი. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, გაცნობიეროს, იგრძნოს პასუხისმგებლობა, გაგებული ყველას აქვს, ყველა მიცის რა საფრთხისმგებლოდება, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, რაც შეიძლება მეტმა. რომ ამ საფრთხეში, რომელიც ელოდება ქვეყანას, თითოეული ჩვენთაგანი, მეც თქვენთან ერთად და თქვენს ვინც მისმენთ ახლა, ხარ დამნაშავე და იქნები დამნაშავე. როდესაც ჩვენ შვილებს ამოგვიწყვეტავენ, ფიზიკურად რომ მოგვისპობენ. ვინც ხალხს ამოიღებს, შემდგომ მოკლავენ და ბიჭებს მოკლავენ და გოგონები ეყოლებათ ხასებად. ასე იქნება აზიელები, ასე ცხოვრობენ. ესაა მათი ცხოვრების წესი, ესენი ევროპელები არ არიან, ესენი აზიელები არიან. და ეს საფრთხე ემუქრება ქვეყანას და ის ვინაც იცით, რაც შეიძლება მეტმა უნდა იგრძნოს პირადი პასუხისმგებლობა და იმ ძალას უნდა მიცეს ხმა არჩევნებზე, რომელიც ძალას ამ პრობლემის წინააღმდეგ იბრძვის. და ეს ძალა არის კონსერვატორები. ეს იცით ამ ყველამ. სწორედ ამიტომ ბლოკავენ ამ ბიჭებს, ამიტომ უშლიან ხელს ყველაფერს, ამიტომ უქმებენ თუ რამის გაუქმება შეიძლება, ამიტომ ავიწროებენ, რომ ამ ძალამ ეს ძალა არ გაძლიერდეს და ქვეყანა არ გადარჩეს. ეს არის, რაც უფრო მეტი ადამიანი გააცნობიერებს ამას, არათუ გაცნობიერებული აქვს, იგრძნობს პასუხისმგებლობას, ეს არის გამოსავალი. მაგრამ რო გითხრათ მეგობრებო, რომ ჩემ საზოგადოებას ასაც ახლა მე უყურებ. პასუხისმგებლობას იგრძნობენ და ქვეყანას უფრო მეტად შეიყვარებენ, ვიდრე საკუთარ პირად პატარა პირად რაღაცა საჭმელს მეტად ქვეყანას შეიყვარებენ, მე თანამედროვე ქართული საზოგადოებაზე ასეთი სამწუხაროდ ასეთი შეხედულება მაქვს. თუმცა ბრძოლა აუცილებელია იქნეს წარმართული, რადგან ბაყაყი რომელიც რძეში ვარდება, ორი ბაყაყი სხვადასხვა რძეში ვედროში ჩააგდო, ერთი რომელიც დანებდება იხჩობა, ხოლო მეორე არაჩერებს ფეხებს და რძეს გადააქცევს კარაქად და გადარჩება. ვინ იცის, იქნებ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და იქნებ რძე კარაქად გადარჩეს, გადაიქცეს და ქვეყანას გადარჩეს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ღმერთის წინაშე როცა წარუდგებით, მართლები ვიქნებით, აღარ გამტყუნდებით, აღარ მოგვიკითხებით. ვისაც გჯერათ ღვთის სამართალი, ვისაც გჯერათ ღვთის განკითხვა და ვისაც გიყვართ საქართველო, აუცილებლად უნდა იბრძოლოთ. ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და არ შეურგულეთ, რომ უეჭველი გავიმარჯვოთ. დაგლოცოთ და გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა.